სპეკულაციების თემა გახდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვა დაწესდება. ინიციატივას უკვე კანონ პროექტის სახე აქვს. აკრძალვა არ შეეხება ავტომობილებს, რომლებიც უკვე ჩამოყვანილია საქართველოში. მარიამ ქართველიშვილი მუშაობს თემაზე და მეტ დეტალს ის მოგვიყვება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, მათი უმეტესობა კი არის ტექნიკურად გაუმართავი, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის გაზრდილი. დაბინძურებული ჰაერი კი განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მით უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის. აქ იგულისხმება ბავშვები, რადგან ჰაერის დაბინძურებული ნაწილაკები კონცენტრირდებიან სწორედ იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც ბავშვები გადაადგილდებიან. თავდაპირველად ინიციატივა იმის შესახებ, რომ 2020 წლამდე ავტომობილები 1 აპრილიდან ქვეყანაში ვეღარ შემოვა, ამის შესახებ გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა დღეს ვკითხეთ კანონმდებლებს, მათ ვინც ზედმიწევნით გაეცნა კანონ პროექტს და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარემოს დაცვისა, ასევე გასათვალისწინებელია ფაქტორი, რომ ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ავტოპარკი სრულად განახლდება, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მათ შორის ჰაერის დაბინძურების დონეც შემცირდეს. რაც შეეხება პირველ კანონმდებელს, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რეგულაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მოყვა გარკვეული სპეკულაციები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ კონკრეტული ჯგუფები. რეგულაცია ითვალისწინებს მხოლოდ 2020 წლამდე ავტომობილების შემოყვანას საქართველოში, ისიც 1 აპრილიდან და ეს რეგულაცია არ უკავშირდება მათ, ვის მფლობელობაშიც არის უკვე ავტომობილის სხვადასხვა წლოვანების და ასევე რეგულაცია არ უკავშირდება რეექსპორტს. თავარი დაბინძურების წყარო დღეს გახლავთ სწორედ ძველი ავტომანქანები. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ეტაპობრივი განახლება ავტოპარკისა. ვინმეს თუ აქვს სურვილი რომ იყიდოს 7 თუ 10 წლის მანქანა თუ 15 წლის მანქანა, ის რაც საქართველოში არის, საკმარისზე მეტი არის ასეთი მანქანები. 6 წელიც ხარ არის ისეთი რიცხვი შემთხვევითი, ეს ეხება ევრო 6 რეგულაციის მქონე მანქანებს. პირველი საკითხი ეს ეხება ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობას. დაბინძურება განსაკუთრებით ქალაქებში დაბინძურების მთავარი ასე ვთქვათ, ვინც ზიანდება ამისგან არიან ბავშვები, ვინაიდან ეს მავნე ნაწილაკები, მათ შორის ავტომობილების გამოწვეული მავნე დაბინძურება გარემოსი და ატმოსფერული ჰაერის ილექება ძირზე, ზუსტად იმ სიმაღლეზე განსაკუთრებით სადაც ბავშვები მოძრაობენ და მეორე 6 წლის მანქანა, ევრო 6-ის რეგულაციის მანქანა ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს, გაცილებით მაღალ სტანდარტს ვიდრე სხვა მანქანებს აქვს. აღნიშნული ცვლილება ძალას შედის 1 აპრილიდან, თუმცა იმ მძღოლებს, რომლებსაც და იმ ავტომობილებს, რომლებიც შეიძენენ აღნიშნულ ავტომობილს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ამ შემთხვევაში მათ ეს ცვლილება არ შეეხებათ, ასევე ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან ავტომობილებს და იმ ავტომობილებს, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან და არიან უკვე რეგისტრირებული. ახალი რეგულაციის შესახებ პოზიციას და მოსაზრებას გვიზიარებენ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, ასევე მედიკოსები. ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის გაზრდილი და ამ შემთხვევაში აქ საუბარია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტი არის. მაგალითად, ეს მაჩვენებელი თბილისის შემთხვევაში მედიკოსები ამბობენ, რომ დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიში არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, იწვევს ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს, ზედასასუნთქი გზების პრობლემებს, განსაკუთრებით ბავშვებში და ასევე საუბრობენ ევროპულ გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც მაგალითად რიგ ქვეყნებში სრულად განახლდა ავტოპარკი და შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.
ჰაერის დაბინძურება დღესდღეობით განსაკუთრებით წინა პლანზეა წამოწეული, რომლის შემცირების ტენდენცია სამწუხაროდ ნაკლებად ისახება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სხვა აირების, აეროზოლების, ქიმიური თუ ბიოლოგიური მოლეკულების ესე უკონტროლო გამოთავისუფლება. იზრდება მათ შორის რესპირატორული სისტემების, როგორც ქრონიკულად მიმდინარე, აგრეთვე მწვავედ გამოწვეული პრობლემები, ეს შეიძლება იყოს ფილტვების სხვადასხვა ობსტრუქციული დაავადება, სხვადასხვა აეროზოლის ზემოქმედებით გამოწვეული პნევმონიტები, აგრეთვე მწვავე რესპირატორული, როგორც ბაქტერიული, აგრეთვე ვირუსული ინფექციები. განსაკუთრებით საშიში და მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, მათ შორის ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების თვალსაზრისით. ევროკავშირის გამოცდილება გვეუბნება, რომ შესაძლებელია ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სხვადასხვა რეგულაციების გზით და 2000-დან 2025 წლის ჩათვლით ევროკავშირში ჰაერის ხარისხი განსაკუთრებით PM2 და 5 ნაწილაკების მიხედვით დაახლოებით 45%-ით არის გაუმჯობესებული. 2020 წლამდე ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა 1 აპრილიდან იკრძალება. ეს რეგულაცია არ ეხება მათ, ვინც 1 აპრილამდე შეიძინა ავტომობილი და ასევე არ ეხება რეექსპორტს, რეგულაცია ასევე არ ეხება ტრანზიტს. ეს მარიამ ქართველიშვილი იყო.